ოფიციალური სტატისტიკით 2025 წელი საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის მზარდი იყო. გასულ წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა თითქმის 6%-ით 7.800.000-მდე იყო გაზრდილი. ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა კი 8.4%-ით 5.5 მილიონამდე გაიზარდა. საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი კვლავ მეზობელი ქვეყნებიდან და აზიური ბაზრებიდან ყავს. კერძოდ, რუსეთის ფედერაციიდან გასულ წელს სულ 1.570.000 ვიზიტორი შემოვიდა, რაც წლიურად 11%-იანი ზრდაა. ტოპ 10 ქვეყანას შორის ასევეა ისეთი ბაზრები, როგორიცაა თურქეთი, სომხეთი, ისრაელი, ინდოეთი, ჩინეთი. ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან გასულ წელს საქართველოში თითქმის 9 მილიონი ვიზიტი შედგა, რაც 14%-იანი ზრდაა. თუმცა მიუხედავად ამისა, ტურიზმის ტოპ 10-ში ევროკავშირის არც ერთი წევრი ქვეყანა არაა. მაშინ, როდესაც პანდემიამდელ პერიოდში 2019 წელს ევროკავშირის ქვეყნები ტოპ 10-შიც შედიოდნენ. ზრდა გვაქვს თითქმის ყველა ჩვენი სტრატეგიული ქვეყნიდან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტურისტული ვიზიტების ოდენობამ გადააჭარბა. წლევანდელი წელი იყო რეკორდული რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების მიმართულებით, ასევე აღსანიშნავია საუდის არაბეთიდან, ისრაელიდან, ბრიტანეთიდან უპრეცედენტო ოდენობა მოგზაურების. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ გასული წელი, როგორც რაოდენობრივად, ასევე შემოსავლების ზრდის კუთხით დადებითი იყო. მათი თქმით, ზრდის დიდი წილი აზიურ ბაზრებზე, ასევე არაბულ ქვეყნებზე მოდიოდა. 2024 წელთან შედარებით 2025 წელი ჰქონდა დაახლოებით 25%-ით გადაჭარბება შემოსავლების კუთხით. ძირითადად თბილისზე იყო ყველაზე კარგი წელი, თბილისში 27%-იანი ზრდა დავაფიქსირეთ. რაც შეეხება რეგიონებში იყო თქმედიდან 22%-მდე. გუდაურს ჰქონდა ასევე ძალიან კარგი წელი. ყველაზე სუსტი წელი ალბათ უფრო ბაკურიანისთვის გამოვიდა. რაც შეეხება ქვეყნების დინამიკა ძირითადად ეს იყო ჩინეთი, ინდოეთი, კალხის ქვეყნები, ყაზახეთი, უზბეკეთი, ევროკავშირის ქვეყნები და ირანი. ქუთაისში ზრდა ჰქონდა დაახლოებით სრული დაჯავშნის ზრდა იყო დაახლოებით 22-28-30%. ფინანსურადაც მატება იყო, შესაბამისად მატება იყო მაშიც დატვირთულობაში. რაც შეეხება გუდაურში კიდევ უფრო საოცარი რაღაცები ხდება, იმიტომ რომ არა მხოლოდ დასავლეთ ევროპიდან, სხვა კონტინენტებიდანაც კი ვიფიქსირდება უკვე ეს ძალიან კარგი, იმიტომ რომ გუდაური უკვე პოპულარული ხდება არა მხოლოდ დავუშვათ ევრაზიის კონტინენტზე, არამედ აფრიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან, ავსტრალიიდან, აი ძალიან საოცარია, მაგრამ ესეთი ბუკინგიდან, ესეთი ჯავშნები გვიფიქსირდება, რომლებიც რეალურად შემოდიან ხორციელდება. თუმცა მიუხედავად დადებითი ტენდენციების სასტუმროების ნაწილში ამბობენ, რომ ზამთრის კურორტებზე, მათ შორის გუდაურში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები კიდევ უფრო გამწვავებულია, რასაც სამომავლოდ ტურისტულ ნაკადებზე ნეგატიური გავლენა ექნება. ელემენტარულად მარტივად რომ ვთქვათ, გადაადგილების საშუალება ფეხით რო არ აქვთ ადამიანებს, იმიტომ რომ ტრაილერები დადიან და ტროტუარი არ იწმინდება. ან საპარკინგო სივრცე არ არის ერთი და შატლი არ დადის შიგნით. ბევრმა გითხრა ვიფიქრებთ ორჯერ, სანამ კიდევ გუდაურში წამოვალთ ან ჩვენ მეგობრებს ვურჩევთ. ეს რაც ხდება დღეს, ჩვენ 2-3 წელიწადში დაგვაწყობს ძალიან ცუდად, თუ არ გამოსწორდა მდგომარეობა. ბიზნესის ნაწილი კი აღნიშნავს, რომ კვლავ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების სიმცირე შეინიშნება, რაც დარგის შემოსავლებზე ნეგატიურად აისახება. ტურისტული კომპანიების ნაწილში ამბობენ, რომ ზრდა ძირითადად აზიური ბაზრების ხარჯზეა. ეს სეგმენტი კი მოგზაურობაში შედარებით ნაკლებს იხდის, რაც საბოლოოდ როგორც გაწეული მომსახურების, ასევე განთავსების ობიექტების ფასებს ამცირებს. რო შევაფასოთ განვლილი 2025 წელი, იყო იმაზე ცუდი ვიდრე 2024 და კიდევ უფრო იმაზე ცუდი ვიდრე 2023. აბსოლუტურად ყველას აქვს იგივე მოსაზრება, რომ მაღალმხარჯველი ტურისტები, ანუ ევროპელები, ამერიკელები, იაპონელები, ავსტრალიელები ვთქვათ, არის საგრძნობლად შემცირებული და არის ყველგან ჭარბობს რუსი ტურისტი, ასევე ჩინეთიდან ჩამოსულები, ინდოეთიდან ჩამოსულები, არაბული ქვეყნებიდან. ამ ბაზრებთან დაკავშირებით მინდა ის დავამატო, რომ ეს ის ბაზრებია, რაც როგორც ვამბობდა ვინმეორებ აუცილებლად, რომ ეს ის ბაზრებია, რომლებიც ჩვენთვის საკმაოდ ეკონომიკური მხრივ და ფინანსური მხრივ მომგებიანი ვერანაირ ვერ იქნება, იმიტომ რომ ამ ბაზრებიდან ჩამოსულ სტუმრებს არ აინტერესებს არც ქართული სამზარეულო, იმიტომ რომ არ ჭამენ ქართულ საჭმელებს, ისინი არიან დაბალმხარჯველები, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტი არის ისიც, რომ აღვნიშნოთ, რომ
მათ არ აქვს მაღალი მოთხოვნები. რაც აისახება მე ვიყო ჩვენ სერვისიც და შესაბამისად ფუჭდება სერვისიც და ვეჩვევით ანუ ასე ვთქვათ ცუდგომსახურებას. ეს რაოდენობრივი ზრდა პირდაპირ პროპორციულად არ აისახა შემოსავლების ზრდაში. დიდი რაოდენობით ყავს ინდოელი სტუმრები, რომლებიც საკმაოდ სპეციფიური მოთხოვნებით გამოირჩევიან. ისინი ძალიან ცოტას ხარჯავენ კვებაში, მინიმალურს ხარჯავენ და რაღაც ბიუჯეტურად შოპინგობენ. ტურიზმის გეოგრაფიის ცვლილება ნეგატიურად აისახება სტუმართმასპინძლობის მომიჯნავე სექტორებზეც, მათ შორის ღვინის კომპანიებზე, რომლებიც ამბობენ, რომ ევროპული ქვეყნებიდან ტურისტების სიმცირის გამო ადგილობრივ ბაზარზე მათი პროდუქციის გაყიდვები შემცირებულია. რესტორნების ბიზნესმა მოიკლო ხარისხიანი ტურისტებმა თავად თბილისში, რომლებიც ჩამოდიოდნენ და პრემიუმ რესტორნებში ხარჯავდნენ ფულს. მათაც მოიკლეს მათმაც რიცხვმა ძირითადად აზიური ქვეყნებიდან არიან ტურისტები, რომლებიც მოგეხსენებათ ღვინოს ნაკლებად მიირთმევენ. გასტრონომიული ექსპერიმენტები მათ დიდად არ აინტერესებს, მით უმეტეს ღვინო. შესაბამისად, ჩვენი ძირითადი შველა, თუ შეიძლება ესე ითქვას, არის ექსპორტი და ისიც დასავლური ექსპორტი. რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, ჯერჯერობით ამ მიმართულებით ოფიციალური მონაცემები არ გამოქვეყნებულა. თუმცა გალტენ ტაგარტის შეფასებით 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4,6 მილიარდ დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურად თითქმის 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მონაცემებით 2025 წელს ქვეყნის დაცულ ტერიტორიებზე 1,250,417-მა ვიზიტორმა იმოგზაურა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 2024 წელთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა თითქმის 13%-ით გაიზარდა. ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორია პრომეთეს მღვიმე იყო, რომელსაც 285,883 ვიზიტორი სტუმრობდა. მარტვილის კანიონს 275,475, ხოლო მტირალას პარკს 131,271 ვიზიტორი სტუმრობდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2025 წელს ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 59188-მდე გაიზარდა, რაც 12%-ით მეტია წინა წელთან შედარებით, ხოლო უცხოელი მოგზაურების რაოდენობამ 735,000 გადააჭარბა. ეს წლიურად 14%-იანი ზრდაა. ტავჯორჯიას საქართველოს მთავრობამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მართვის ხელშეკრულება 5 წლით 2031 წლამდე გაუხანგრძლივა. აეროპორტის ოპერატორი ATP ჯგუფი პირობას დებს, რომ მომდევნო 2 წელში ინფრასტრუქტურას კიდევ განავითარებს და ამაში 150 მილიონ დოლარს დახარჯავს. ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით პარტნიორობა ამ ეტაპზე ძალაში ბაზიანის ახალი აეროპორტის ამოქმედებამდე იქნება. შესაძლებელია რომ მომსახურებული იქნას 10 მილიონი მგზავრი, ცოტა მეტიც შესაძლებელი იქნება სწორედ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებით და ამ ეტაპზე როგორც უკვე არაერთ გამოსვლაში იქნა აღნიშნული 2031 წლამდე 10 მილიონზე მეტ მგზავრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გაფართოების პროექტით შეუფერხება დაუპყრობილად მომსახურება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შენდება ახალი ბაზიანის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მომსახურება დაახლოებით 20 მილიონ მგზავრს. ჩვენ გვაქვს ის მნიშვნელოვანი რეკორდული ციფრები, რაზეც უკვე ვისაუბრე და აქედან გამომდინარე აუცილებელია, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა განვითარდეს იმისთვის, რომ მომსახუროთ დამატებით ნაკადებს. რაც შეეხება ბაზიანის საერთაშორისო აეროპორტს, ის ამოქმედება 2031 წლიდან, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამ მიმართულებით შეწყვეტს ოპერირებას. საჯარო განცხადებების მიხედვით თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის განვითარებაშიც ინვესტორი 150 მილიონი დოლარის დახარჯვის ვალდებულებას იღებს, 5 წელში ოპერირებას შეაჩერებს. ახალი აეროპორტის განვითარებაში რა როლი ექნება ტავჯორჯიას ჯერ უცნობია. თავად კომპანიაში ამბობენ, რომ ინტერესი დაგეგმილი აეროპორტის მართვის აქვთ. ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენებამდე კი ტავჯორჯია შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის გამტარობის 50%-ით ზრდას აანონსებს. საფრენ-დასაფრენი ზოლი არსებული რაც გვაქვს 5-6 წლით აბსოლუტურად საკმარისია იმ ტრაფიკისთვის, იმ ავიაკომპანიებისთვის, იმ რაოდენობისთვის, რაც ჩვენ გვაქვს და გვექნება უახლოესი 5 წლის განმავლობაში. სააეროდრომო ინფრასტრუქტურა, ასაფრენ-დასაფრენი ზოლი არის საკმარისი. მხოლოდ დავამატებ თვითმფრინავების სადგომებს და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია პროექტში. დაინტერესებულები ვართ
რომ 2031 წლის შემდგომ გავაგრძელოთ მოღვაწეობა ვაზიანის აეროპორტში და არა მხოლოდ ვაზიანის აეროპორტში. თუ იქნება სხვა ახალი საერთაშორისო აეროპორტებზე მოთხოვნა საქართველოში, ასევე ვართ მზად, რომ ავაშენოთ და განვითაროთ. საავიაციო სექტორში კითხვები აქვთ. კომპანია გასაში აეროპორტის განვითარების სურვილს იზიარებენ, ამბობენ, რომ არსებული ინფრასტრუქტურა დატვირთვას ვეღარ უმკლავდება, თუმცა აღნიშნავენ, რომ კითხვები შეთანხმების პირობებთან დაკავშირებით რჩება. როდესაც ჩვენი ავიაკომპანიებისთვის დამატებითი რეისებისთვის ნებართვების მოპოვება გჭირდება, უკვე თბილისის აეროპორტიდან ძალიან ხშირად მოდის უარი, იმიტომ რომ ამა თუ იმ დროს, როცა მოთხოვნილია რეისი, ამ დროს რაღაც მიზეზის გამო არ არის ხელმისაწვდომი ან სარეგისტრაციო დახლები საკმარისი რაოდენობით, ან პირიქით მოფრენის ხიდები და ასე შემდეგ. შესაბამისად, პასუხი არის ცალსახადრო ნამდვილად თბილისის აეროპორტის საჭიროების გაფართოებას. ფასები, მოსაკრებლების, საერთო და ფიქრინავების მომსახურების, იჯარების, ასე შემდეგ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. და აქედან გამომდინარე შეიძლება მათთვის ეს მოფიბლელიც არის და ამ ზომის ინვესტიციის განხორციელება უღირთ 2031 წლამდე ოპერირების გასაგრძელებლად. ავიაციის ექსპერტები ეჭვობენ, რომ 5 წლიანი ფუნქციონირების პერსპექტივის აეროპორტში 150 მილიონი დოლარის ინვესტირება ახალი აეროპორტის დათქმულ ვადებში აშენების გეგმის ნამდვილობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ახალი აეროპორტი ალბათ არ იქნება, ჩემი აზრით არანაირი ახალი ვაზიანის აეროპორტი, იმიტომ რომ ამის მოდერნიზირებას ხა $1 თვე არ ჭირდება და როცა 150 მილიონ დოლარს ინვესტორი ხარჯავს ქვეყანაში, გამორიცხულია რომ 60 წელიწადში ესე ვთქვათ, მას მოუწიოს ამ აეროპორტის დატოვება და 15 კილომეტრში ახალი თანამედროვე აეროპორტი შენდებოდეს და იქ არ იყოს დადგმული მისი ბედი მიიღებს უბრალოდ საერთოდ მონაწილეობას გაუქმანი ვაზიანის აეროპორტის შენობა მოდერნიზირებაში. განსაკუთრებით ეს აეროპორტი, არსებული აეროპორტი ამ სტანდარტებს არ აპასუხებს. გარდა ამისა, სულთა ტექნიკური თვალსაზრისით იყო საუბარი იმაზეც, რომ ორივე მხრიდან ამ აეროპორტს ესაზღვრება ეგრეთ წოდებული ხევი. ანუ იგივე ასაფრენი ბილიკის დაგრძელების პერსპექტივა ამ აეროპორტს ნაკლებად გააჩნია. ვაზიანის ახალი აეროპორტის აშენების მომხრეა Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილიც. მისი თქმით, მგზავრთნა გადის ზრდის ფონზე. ახალი აეროპორტის აშენება აუცილებელია. გაიაშვილის შეფასებით. თავარი პრობლემა ასაფრენ-დასაფრენი ზოლია, რომელიც ვერ განვითარდება. ბატონო თამაზ, ჭირდება ახალი აეროპორტი ვაზიანში? რატო ვერ აკმაყოფილებს არსებული ინფრასტრუქტურა? გეოპოლიტიკა არა, თუხარ ვიროდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლი არა ის. და თუ რეაბილიტაციას გაუკეთებენ და მოაწესრიგებენ ამ შემთხვევაში მაინც გჭირდება. ადგილი თვითონ არ არის. საფრენ ზოლი ორი ხევის ერთ ბოლოში ორხევია, მეორე ბოლოში ნოჩი. რამდენად სწრაფად უნდა დავიწყოთ ახალი აეროპორტის მშენებლობა, იმიტომ რომ 31 წელი. ეგ არ ვიცი, ეგ ჩემი გადაწყვეტილება არ არის, ეგ არის თავრობის გადაწყვეტილება. და გაუხანძრიოს, იგი ასე იყო საჭირო. თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ვაზიანის სამხედრო ბაზის ადგილზე იგეგმება, რომელიც ცენტრიდან დაახლოებით 28 კილომეტრში და არსებული საერთაშორისო აეროპორტიდან 8 კილომეტრში მდებარეობს. თავდაპირველად პროექტის დასრულების ვადად 2029 წელი სახელდებოდა, თუმცა მოგვიანებით ვადები 2031 წლამდე დაკორექტირდა. 2025 წლის ბიუჯეტის პროექტით ვაზიანში ახალი აეროპორტის აშენებაში 20 მილიონი ლარი, 2026 წლიდან კი 3 წლის განმავლობაში 110 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო. თუმცა 2026 წლის ბიუჯეტში აეროპორტის მშენებლობის ხარჯები აღარ ჩანს. საქართველოს საგარეო ვალი გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით 1 იანვრისთვის ქვეყანას უცხოელი კრედიტორების 9 მილიარდ 291 მილიონი დოლარი, ანუ 25 მილიარდი ლარის ვალი ჰქონდა. ბოლო 1 წელიწადში სახელმწიფო ვალის მოცულობა 703 მილიონი დოლარით, ანუ 8%-ით გაიზარდა. დეკემბრის მდგომარეობით უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 8.9 მილიარდი დოლარი იყო. აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება 6.9 მილიარდ დოლარს აჭარბებდა. ორმხრივი კრედიტორების კი 1.9 მილიარდი დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 301 მილიონი დოლარი იყო. 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და განვითარების საერთაშორისო ბანკი იყვნენ.
ეროვნული ბანკის ინფლაციური მოლოდინების კვლევის შედეგებით შემცირებულია როგორც ინფლაციური მოლოდინები, ასევე ხელფასების ზრდის მოლოდინიც. სების ინფორმაციით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირდა. კერძოდ, იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც ხელფასის ცვლილებას 10-20%-ზე მეტად ელოდებოდნენ, კლებას აჩვენებს. ამავე დროს გაზრდილია იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც ხელფასის ცვლილებას 0-დან 10%-მდე ელოდებიან. მოლოდინების საკუთარი პროდუქციის ფასების ცვლილებაზე მომდევნო 1 წელიწადში შემცირებულია წინა თვესთან შედარებით. კომპანიების უტილიზაციის მაჩვენებელი გაზრდილია. განახლებულ ანგარიში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის დეკემბრისთვის შედეგები. ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით 1 წლიან პერიოდში ინფლაციური მოლოდინები შემცირდა. იმ რესპონდენტების წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად 6-8%-იან ინტერვალში ვარაუდობდნენ, შემცირებულია, ხოლო დეკემბერში ნოემბერთან შედარებით გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ინფლაციის ცვლილებას 4-6%-ის ფარგლებში ფიქრობენ. ამავე გამოკითხვის მიხედვით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით 3 წლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ერთის მხრივ მნიშვნელოვნად შემცირებულია იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის განმავლობაში ფასების შემცირებას 8%-ზე მეტად ელიან. მეორეს მხრივ გაიზარდა იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას 0-დან 2%-ისა და 4-6%-ის ფარგლებში ელოდებიან. გამოკითხულთა აზრით, დეკემბერში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა ნოემბერთან შედარებით გაზრდილია. ნათქვამია სების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს. თუკი აქამდე ეს მიმართულება მხოლოდ უწყების IT სამსახურს და კლასიფიცირების მიმართულებას ეხებოდა, მიმდინარე წლიდან ხელოვნურ ინტელექტს საქსტატი მონაცემთა შეგროვების, ანალიზის, ვიზუალიზაციის და ხარისხის კონტროლის სფეროში გამოიყენებს. ეს მოსცემს ჩვენ შესაძლებლობას რუტინა მაქსიმალურად გამოვასწავლოთ და ის ადამიანური რესურსი უფრო მეტად განვითარებაზე და შემოქმედებაზე მიმართოთ. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მონაცემთა შეგროვების ტრადიციული მეთოდები თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს. ამიტომ უწყება საქმიანობის პროცესში ალტერნატიული მექანიზმები შემოაქვს. ამ მიმართულებით აღსანიშნავია სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელსაც ჩვენ უკვე ვიყენებთ. ერთ-ერთი გახლავთ სკანერული მონაცემები, რომელსაც მეორე წელია სამხარებო ფასების ინდექსის გაანგარიშების პროცესში ვიყენებთ. ასევე ეგრეთ წოდებული ვებ სკრაპინგი, ანუ ვებ გვერდიდან მონაცემთა ავტომატური ჩამოტვირთვა, რომელსაც ვიყენებთ პრაქტიკულად 2022 წლიდან უძრავი ქონების ფასების ინდექსის გასაანგარიშებლად. ასევე დიდი მონაცემები, ეგრეთ წოდებული მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორის მონაცემები, შიდა მიგრაციის და ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკის საწარმოებლად და ასევე აღსანიშნავია ის, რომ გახსოვთ წელს ჩვენ გქონდა საპილოტო პროექტი, ეგრეთ წოდებული დისტანციური ზონდირების მეთოდი აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში, რომელსაც გეგმავთ, რომ გამოვიყენოთ სოფლის მეურნეობის სტატისტიკის საწარმოებლად. წელს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფინალური შედეგებიც გახდება ცნობილი. შედეგებს საქსტატი რამდენიმე ეტაპად გამოაქვეყნებს. აპრილის ბოლოს გამოქვეყნდება მოსახლეობის რიცხოვნობა სქესობრივ ასაკობრივ ჭრილში, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით. ივნისის ბოლოს კი სასოფლო-სამეურნეო აღწერის ისეთი მონაცემები გასაჯაროვდება, როგორიცაა ვაზის ჯიშები, პირუტყვის სულადობა, მიწის სტრუქტურა და სხვა. პირველად ჩვენი აღწერების ისტორიაში ალბათ იცით ეს, რომ დიჯიტალიზაციის პროცესი იყო 100%-იანი, ჩვენ მონაცემები არ შევიგროვებია ქაღალდის კითხვარის მეშვეობით. პროცესი იყო ორ ნაწილად განაწილებული. პირველ ეტაპზე განხორციელდა თვითრეგისტრაცია მოსახლეობის მიერ და შემდგომში უკვე ჩვენმა ინტერვიუერებმა პლანშეტების გამოყენებით ჩაატარეს კარდაკარ აღწერა. ამასთან ერთად ჩვენ გამოვიყენეთ ადმინისტრაციული წყაროები გარკვეული მონაცემების შესავსებად და დარწმუნებულები ვართ, რომ მონაცემები წარმოადგენს 100%-იან სიზუსტეს, რადგან გადადარდა სხვადასხვა წყაროებს მონაცემები.
2026 წელს საქსტატის ძირითადი ბიუჯეტი 18 მილიონ 100.000 ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 9.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ აღწერის პროცესის დასრულების გამო საერთო ბიუჯეტი მცირდება, ძირითადი ფუნქციონირების დაფინანსება გაზრდილია. საქსტატში აცხადებენ, რომ იგეგმება ახალი პროდუქტების შექმნა და ახალი სერვისების ამოქმედებაც, ასევე რეგიონულ დონეზე მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება. თუმცა ამავდროულად ორგანიზაციაში არ განიხილავენ ინფლაციის და ფასების გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილებას. უწყებაში ირწმუნებიან, რომ საქსტატის ფასების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო 2022 წელს განახლდა და მსოფლიოში არსებულ უახლეს მეთოდს ეყრდნობა. ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. როგორც BMG-ს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, პრემიერი დავოსის ფორუმზე წელსაც არ მიუწევიათ. უკვე მეორე წელია, რადგან საქართველოს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიწვეული არ არის, რაც პირველად 2025 წელს მოხდა და ბოლო 20 წლეულში პირველი შემთხვევა იყო. ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისთვის დავოსში მონაწილეობა პრიორიტეტული არ იყო. საქართველოს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ბოლოს 2024 წელს მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ სოფლიო ეკონომიკური ფორუმის 56-მე ყოველწლიური შეხვედრა დავოსში წელს 19-23 იანვარს გაიმართება და მთელი მსოფლიოდან მთავრობების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წამყვან ლიდერებს გაერთიანებს. წლევანდელი შეხვედრის თემაა დიალოგის სული. დავოსის ფორუმზე დასწრება უკვე დაადასტურა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. BMG ფორუმის ორგანიზატორებთან ეცდება გაარკვიოს, რა მიზეზით არ იწვევენ საქართველოს ფორუმზე. შვეიცარიული კომპანია GeoTest-ის შეფასებით საქართველოს მყინვარულ ხეობებში მყისიერი საფრთხე არ არსებობს, თუმცა არის არეალები, სადაც რისკის მართვისთვის მონიტორინგის სისტემების განთავსება აუცილებელი. ასეთია შვეიცარიული კომპანიის კვლევის შედეგები, რომელიც GeoTest-ის ექსპერტმა დანიელ ტობლერმა ირაკლი კობახიძეს წარუდგინა. კომპანია GeoTest-თან მყინვარულ ხეობებში ბუნებრივი საფრთხეების კვლევის მიზნით ხელშეკრულება 2024 წელს გაფორმდა. მყინვარული ხეობების შესწავლა შოვის ტრაგედიის შემდეგ დაიწყო და ამ მიზნით 4 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის კვლევა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით საფრთხეები 22 მყინვარულ ხეობაში შეფასდა, საქართველოს ისტორიაში პირველად განხორციელდა. ასეთი მასშტაბის კვლევა საქართველოში ისტორიაში პირველად განხორციელდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით საფრთხეების შეფასდა 22 მყინვარულ ხეობაში. შედეგად დადგენილია ის გეოგრაფიული არეალები, სადაც არსებობს გამოწვევები და სადაც აუცილებელია თანამედროვე მონიტორინგის სისტემების განთავსება და შესაბამისი დანადგარების განთავსება. ეს პროცესი მონიტორინგის სისტემის განთავსების პროცესი დაიწყება უკვე მიმდინარე წლიდან და განხორციელდება ეტაპობრივად. გარემო საერთაშორისო სააგენტომ 2024 წელს ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა განახორციელა. კვლევა მოიცავდა ორ ეტაპს. პირველ ეტაპზე კვლევის მიზანი იყო, რომ მთელი კავკასიონის მასშტაბით გამოვლენილიყო საფრთხეები და შემდგომში უკვე 2025 წლიდან მეორე ეტაპი მოიცავდა აი ამ გამოვლენილ საფრთხეებზე დეტალური რისკის შეფასება გაკეთებულიყო. ის რეკომენდაციები, რომელიც შვეიცარიულ კომპანიამ ჩვენ მოგცა, რეკომენდაციების განხორციელებასაც უკვე წელს უკვე ჩვენ ვიწყებთ ეტაპობრივად. რეკომენდაცია ხასიათი, ასე თქვა, ძირითადად ატარებს უფრო მეტად მონიტორინგის სისტემების განთავსებას, სადაც ჩვენი სპეციალისტები აქტიურად იქნებიან ჩართულნი. 1 აპრილიდან ფერმერებისათვის წყლის მოხმარებაზე ახალი ტარიფები ამოქმედდება. სემეგმა საქართველოს მელიორაციის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები უკვე დაადგინა. თუ აქამდე 1 ჰექტარზე საირიგაციო წყლის გადასახადი 75 ლარს შეადგენდა, ახლა ტარიფი იზრდება, დიფერენცირებული ხდება და ამასთან მორწყვის სიხშირეზე იქნება დამოკიდებული. კერძოდ, ერთწლოვან კულტურებზე გაუმრიცხველიანებელი მომხმარებლისთვის 1 ჰექტარზე მორწყვის გადასახადი DGG-ს ჩათვლით 116.5 ლარი იქნება. მრავალწლოვანზე კი 102 ლარი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ფერმერს მოსავლის რამდენჯერმე მორწყვა დასჭირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ირიგაციის ხარჯი ყოველ ჰექტარზე რამდენიმე ასეული ლარი იქნება. სემეკის წევრი გივი სანიკიძე განმარტავს, რომ დღემდე მოქმედი ტარიფები კომპანიის საოპერაციო დანახარჯების მაქსიმუმ 20%-ს ანაზღაურებდა. ახალი ტარიფით კი საოპერაციო დანახარჯები სრულად ანაზღაურდება. ამასთან სახელმწიფოს შეუძლია გაზრდილი ტარიფის პირობებში ფერმერები მიზნობრივად დაასუბსიდიროს. კომისიამ შეგნებულად მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ ტარიფების დადგენის მომენტიდან არ ამოქმედა ტარიფები, ანუ ძალაში ტარიფების შევა 2026 წლის 1 აპრილიდან. თავისთავად ცხადია, ეს აძლევს შესაძლებლობას ფერმერებს და სექტორის წარმომადგენლებს მოახდინონ ადაპტაცია ახალ გარემოებებთან მიმართებაში. დღემდე მოქმედი ტარიფები კომპანიის საოპერაციო დანახარჯების
მაქსიმუმ 20%-ს ანაზღაურებდა, თავისთავად ცხადია, დანარჩენი ნაწილში კომპანიის დანახარჯების სუბსიდირება ხდებოდა სახელმწიფოს მიერ. დღესდღეობით თუ საუბარი იქნება სუბსიდირებაზე, ჩვენი მოლოდინით ეს შეიძლება იყოს მიზნობრივი სუბსიდირება უშუალოდ ფერმერების და აქედან გამომდინარე დღეს არსებული ტარიფები უზრუნველყოფს მელიორაციის კომპანიისთვის საოპერაციო დანახარჯების სრულად ანაზღაურებას. რაც შეეხება კაპიტალურ დანახარჯებს, საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ასეთი ტიპის ტარიფები არ ანაზღაურებს კაპიტალურ დანახარჯებს. 2027 წლის 1 იანვრიდან ვეტერინარულ კლინიკებს დაურეგისტრირებელ ცხოველებზე მომსახურების გაწევა ეკრძალებათ. ამას შინაური ცხოველების შესახებ კანონის მუხლი ითვალისწინებს, რომელიც ზალაში მომდევნო წლიდან უნდა შევიდეს. არსებული ჩანაწერის თანახმად ნებადართული მხოლოდ ურგენტული შემთხვევების მიღებაა, სხვა რეალობაში კი კლინიკები და მეპატრონეები 1500-3000 ლარიანი დაჯერიმების რისკის წინაშე აღმოჩნდებიან. ცხოველთა დამცველების შეფასებით ჩანაწერი არაჰუმანურია. ვეტერინარი მარიკა ჩხიკვიშვილი ამბობს, რომ პატრონის პასუხისმგებლობა კლინიკის პროფესიულ მოვალეობას არ უნდა ზღუდავდეს. ისევე როგორც შეუძლებელია ადამიანს უარი მომსახურებაზე პირადობის მოწმობის არქონის გამოეთქვას. თუ ვინცობა 2027 წლის 1 იანვრიდან ადამიანი დააპირებს, რომ მიიყვანოს ცხოველი ვეტერინარულ კლინიკაში, გრუმინგ სალონში, ან თქვათ სასტუმროში, იგივე ჩააბაროს თავშესაფარში თავისი ცხოველი, მედი მაქვს მაგას არ იცავს, მაგრამ მაინც თუ ცხოველი იქნება დაურეგისტრირებელი, ამ დაწესებულებებს ეკისრებათ ცალკე ჯარიმა, გარდა იმისა, რომ მეპატრონე გადაიხდის 1500 ლარ ჯარიმას და მე როგორც ვეტერინარს, ასევე ვეტერინარულ კლინიკას მეგრძელება ცხოველის მიღება, თუ ეს არ არის emergency მდგომარეობა, შეიძლება ამ წუთას არ იყოს, მაგრამ თუ არ გავუწევთ დახმარებას და ვთქვათ მეპატრონეს 1500 ლარის და გადახდის თავი არ ექნება, საღამოს ის შეიძლება emergency გახდეს და თუ კანონი გულისხმობს შინაური ბინადარი ცხოველების კეთილდღეობას, ეს ნაწილი კეთილდღეობაზე არ გადის. თბილისში შინაური ცხოველების დაჩიპა რეგისტრაციის ვალდებულება მეპატრონეებს 2015 წლიდან აქვთ. როგორც კლინიკებში განმარტავენ, მიზანი ცხოველის მიკვლევადობა და ჯანმრთელობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღება. პროცედურა უსაფრთხოა, მისი ღირებულება კი 20-30 ლარის ფარგლებში მერყეობს. კლინიკა ლაქიფაუს დამფუძნებელი ირაკლი ნარჩემაშვილი იმედოვნებს, რომ არსებული ჩანაწერი დაურეგისტრირებელი ცხოველების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით გადახედილი იქნება. გაწერილი უნდა იყოს კონკრეტული საკითხები, რა შემთხვევაში ვაქცინაციაში შეიძლება, ფრჩხილების დაჭრაზე შეიძლება, ყურის ჰიგიენურ წმენდაზე, ეგეთ მარტივ манипуляციებზე შემიძლია პაციენტს უთხრა, რომ დაჩიპე და მე მიგიღებ, მაგრამ როდესაც რაღაცა სისხლის გადასხმა სჭირდება, ან კრიტიკული არის, ან ძიმე პაციენტია, იმას ფიზიკურად ვერ ვეტყვით. ეს ჩიპი არ არის ის, რომ ტელეფონში ჩახედავ და სადმე იპოვი ცხოველს, არანაირი დატვირთვა არ აქვს ამ ჩიპს ესეთი ჯანმრთელობის მხრივ, ძაღლის ხასიათზე, ან ფსიქოლოგიაზე, ან ასე შემდეგ, არაფერს არ მოქმედებს, ყველანაირად უსაფრთხო არის. აქ ცუდი არაფერი არ არის, იდენტიფიცირება ხდება ცხოველის, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ რეგისტრაცია მოახდინო და გქონდეს ცხოველთა მონიტორინგის იმაზე ინფორმაცია, ეს ცხოველი კიდე ცოცხალია, თუ არსებობს, თუ რამე მოხდა და გარდაიცვალა, რომ რეგისტრაციას იქ რაოდენობა და პლუს ცხოველი როცა დაიკარგება, თუ იმე იპოვის, უახლოეს ვეტერინარულ კლინიკაში მიიყვანენ, ამის სკანირებას მოახდენენ, გადააგზავნიან მონიტორინგში, ან მონიტორინგის დაუკავშირებით საფუძველზე მე მოხდება პატრონთან დაკავშირება. ჩანაწერის თანახმად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტერილიზაციის ან ჩიპირების შეუძლებლობის შემთხვევაში ვეტერინარის ცნობა და ჩატარებული კვლევების საკმარის საფუძვლად არ ითვლება და მოთხოვნილია ალტერნატიული გზებით გამრავლების უნარის შეზღუდვა. სპეციალისტების შეფასებით პრაქტიკაში ეს ხვადებში შესაძლებელია ქიმიური კასტრაციით, თუმცა ძუძაღლებსა და კატებში უსაფრთხო და საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული ალტერნატივა არ არსებობს. ცხოველთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე თინათინ ჭავჭანიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩანაწერი ეწინააღმდეგება ცხოველთა კეთილდღეობის პრინციპებს და საჭიროებს გადახედვას. დაჩიპ აუცილებელია და ის არის ძალაში თბილისში 2015 წლიდან და არც ერთი ღონისძიება არ ჩატარებულა იმისთვის, რომ თბილის თუნდაც გაეგო ყველაზე დიდი რაოდენობა პატრონიანი ძაღლების არის ჩვენთან, ხო? არაფერი არ ჩატარებულა, რომ ეს მისულიყო მოსახლეობას. ეს კანონი არის ჰუმანიზმის პირდაპირ საწინააღმდეგო ქმედება, როდესაც ცხოველი, ადამიანი
ან ნებისმიერი ცოცხალი არსება არის ცუდად, მას უნდა მიხედო პირველ რიგში. და მერე უკვე გაარკვიო ჩიპავს თუ რას აკეთებს. აღსანიშნავია, რომ ვეტერინარულ კლინიკებს ნებისმიერი ჯანმრთელობის მდგომარეობითა და პროცედურის ჩასატარებლად არც ერთ შემთხვევაში არ ეკრძალებათ ქუჩის ცხოველების მიღება. გარდა ამისა, მომდევნო წლის 1 იანვრამდე დარეგისტრირებული ცხოველების სავალდებულო სტერილიზაცია, კასტრაციას არ ექვემდებარებიან. ჩიპირების ასეკობრივი ზღვარი და სტერილიზაცია კასტრაციის ასაკი ჯერჯერობით სურსათის ეროვნული სააგენტოს განხილვის საგნად რჩება. რეგულაცია ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისზე ვრცელდება.